3 მარტს დაგრძალეთ ჩვენი ერთი ბავშვი, ათუკა, იმიტომ რომ დედას გამოეპარა, რომ გულის კუნთში უკვე იყო პრობლემა და ექიმმა ვერ ნახა და გარდაიცვალა ბავშვი. ამის გამო საჭიროებენ ყოველი 6 თვეში ერთხელ ამ ექიმების მეთვალყურეობას. ყველა დარგის ძალიან ბევრი სპეციალისტები სჭირდებათ. საზღვარგარეთ ყოფნის დროს ესეთი რამ გვითხრეს, რომ წადითო თქვენს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ეს ბავშვებიო შეინახოსო და ამ ბავშვებსო მიხედოსო. ყველანაირად ელემენტარული მულტიდისციპლინური გუნდი ვერ შეკრეს და ანუ ერთი სიტყვით კლავენ, წირავენ ჩვენ შვილებს. ჩემი შვილის მდგომარეობა ამ მომენტში ეტლში მჯდომია და ყოველდღიურად დღითი დღე გვიჭირს. ქვედა კიდურებს საერთოდ ჩაკეტილი აქვს და არ გრძნობს, ხელებში არის წამოსული და ეს ყველაფერი, ანუ პროგრესირებს ეს დაავადება, იწყება ქვედა კიდურებიდან და ადის ყველა კუნთზე და არაფრის იმედი არ გვაქვს ამ წამლის გარდა. ეს წამალი არის ამ ბავშვების გადამრჩენი. მაგიტომ ვითხოვთ ამ წამალს და ამ ხელისუფლებასგან, ყობახიძესგან და ყველასგან, რომ დაგვიდგენთ გვერდით და შემოუტანონ ამ ბავშვებს წამლებით. სხვა გზა არ გვაქვს ჩვენ.